საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა. გზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის სრული გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებით და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც. ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. საქართველოს რკინიგზაში სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. ამჟამად 5 მატარებლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალ რეისებს და მიმართულებებს შესთავაზებს. დღეს თბილისი-ბათუმის რეისით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა იმგზავრეს. აქამდე მატარებლები დადიოდა 5 საათი 30 წუთი, დღეიდან გუშინდან უკვე და დღეიდან უკვე რეისები იქნება 4 საათში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ ლიანდაგზე და ინფრასტრუქტურაზე, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებში გაგვეზარდა. სწორედ ამ ჩატარებულმა სამუშაოებამ მოგვცა საშუალება, რომ იმ მონაკვეთებზე, სადაც ჩავატარეთ სამუშაოები, გავზარდოთ სიჩქარეები, მოხსნათ შეზღუდვები და შესაბამისად უსაფრთხოდ ვიმგზავროთ თბილისიდან ბათუმში 4 საათში.